გულითადათ მოგილოცავთ დღევანდელ საუფლო დღესასწაულს ნათლისღებას უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი მეორე სახელიც იცით თქვენ ამ დღესასწაულისა მას ეწოდება ღვთის განცხადებაი იმიტომ რომ დღეს განცხადდა სამება ღმერთი წუთისოფელში მაცხოვარი ძე ღმერთი ინათლება იორდანეში მამის ხმა ამოწმებს ზეციდან, ხოლო ტრედის სახით სულიწმინდა გარდამოდის მასზე. აი სამების სამი ჰიპოსტასი, სამი პირი გამოცხადდა დღეს წუთისოფელში და ამიტომ მას ეწოდება ღვთის გამოცხადების დღესასწაული. ძალიან საინტერესოა ნათლისღების წინა სახეები ძველ აღთქმაში. აი მაგალითად, ჩვენ თუ გავიხსენებთ ნოეს პერიოდს. თქვენ გახსოვთ, ნოეს პერიოდში იყო მსოფლიო წარღვნა და ის ადამიანები, ის ნოეს ოჯახი, მხოლოდ და მხოლოდ ესენი გადარჩნენ ამ წარღვნისგან თავისი შეფარულობით და ესეც ნათლისღების წინა სახეა და რატო? ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ მორწმუნეები, წყლიდან ამოდიან ცოცხლები, შეიძლება ასე ვთქვათ. და მშვიდობის მომნიჭებელი და მაუწყებელი მათთვის. გახსოვთ, იყო მტრედი. რამოდენიმეჯერ გაუშვა ნოემ მტრედი და ბრუნდებოდა კიდობანში. იქამდე სანამ არ მოუტანა რტო ზეთისხილისა. ზეთისხილი საერთოდ არის სიმბოლო მშვიდობისა. მაგრამ მოიტანა მტრედმა. როგორც მაცხოვრის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მაცხოვრის შემთხვევაში მტრედი არის სულიწმინდის სიმბოლო. იქ არ არის სულიწმინდის სიმბოლო, როგორც ნათლისღებისას, მაგრამ ერთგვარი პარალელი რომ ემჩნევა ამ ყოველივეს ეს ცხადია. ესე იგი, პირველი შეიძლება ასე ვთქვათ, წინა სახე ნათლისღებისა არის ნოეს პერიოდი. მეორე წინა სახე რომელია? მოსეს ცხოვრებაში. გახსოვთ, მოსემ ებრაელებთან ერთად გადალახა მეწამული ზღვა. ორ მხარეთ გაიყო ზღვა. ესე ვთქვათ, ორი კედელი შედგა და იმ შუაში, ამ კედელთა შუაში გაიარა ხალხმა უვნებელად. და წმინდა გრიგოლ ნოსელი ამბობს ასეთ რამეს, რომ აი როგორც ჩვენ ემბაზიდან ამოსვლისას ყველაფერს ვტოვებთ იქ, ანუ ცოდვის გაგებით იქ ვტოვებთ, ასევე დატოვა ებრაელმა ხალხმა, ძველი აღთქმის ხალხმა, ის უკეთურება, რაც მანამდე ჰქონდათ მათ. რომელი უკეთურება იგულისხმება? როდესაც გადადიოდნენ ებრაელები ამ ფსკერზე, მათ გამოყვნენ ფარაონის ეტლნი. შუაში რო იყვნენ ეს ეტლები, აი მაშინ შეერთდა ეს ზღვა. ანუ ბოლო ებრაელი გადავიდა თუ არა მეორე მხარეს ზღვისა, შეერთება დაიწყო ამ ზღვამ და მთელი ეს მხედრობა იმ უკეთურებისა დაიღუპა ამ ზღვაში. ესე იგი, სახე სიმბოლო რა არის აქ? რომ ის ადამიანები ძველი აღთქმის, ვინც გადალახა წყლის მეშვეობით და მშვიდობით გადავიდა, ეს არის თითოეული ქრისტიანი, თითოეული ჩვენგანი, ხოლო ის ფარაონის ეტლნი არის ეშმაკთა სიმბოლონი, რომლებიც რჩებიან ჩვენს უკან წყალში და არ ამოდიან არანაირად ისინი. და მესამე სახე სიმბოლო, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც მოსე გარდაიცვლება, მის გზას აგრძელებს ისეთი კაცი, რომელსაც ჰქვია ისუნავეს ძე. ეს არის, შეიძლება ვთქვათ, მეორე მოსე ამ ხალხისათვის. მოსი აღარ შედის აღთქმის ქვეყანაში, თქვენ იცით. და გამგზელებელი ამ გზისა არის ისუნავეს ძე. აი ეს ისუნავეს ძე, როდესაც ჩაუდგება ამ ხალხს სათავეში და მიდიან ისინი აღთქმის ქვეყნისაკენ, უნდა გადალახონ იორდანე, მდინარე იორდანე. ისუნავეს ძემ უთხრა ძველი აღთქმის ებრაელებს, მღვდლებს,
რომ აღთქმის კიდობანი იყო ყველაზე დიდი სიწმინდე ძველი აღთქმისა. შიგნით ინახებოდა 10 მცნება, მანანა, ზეციური და კიდე სხვა სიწმინდეები. დღეს დაკარგულია ეს სიწმინდე. მაგრამ იმ პერიოდში რადგანაც არსებობდა, აი ის უნავეს ზეუბნება ებრაელებს, რომ ამ მღვდლებს, რომ ჩადექით ამ სიწმინდესთან ერთად იორდანეში და ნამდვილად გაიყო იორდანე. უпроსორად ეს ხომ მდინარეა, თუ ზღვა არის გაპობილი ბოსეს შემთხვევაში. მდინარე ხო ვერ გაჩერდება და მომდინარე წყალი აღემართა როგორც სვეტი, მაგრამ რომელიც წარმავალი იყო, ის ჩავიდა ზღვაში. და სანამ იდგნენ ეს მღვდლები თავის ამ სიწმინდესთან ერთად იორდანეში, იქამდე მშრალი იყო ეს მდინარე და სწორედ აი ამ სიმშრალეზე გაიარეს ებრაელებმა. და გადმოცემის თანახმად ის ადგილი, სადაც იდგნენ ეს ებრაელი მღვდლები თავის სიწმინდესთან ერთად, სწორედ ის ადგილია მაცხოვრის ნათლისღების ადგილი. ესეთი გადმოცემა არსებობს. ესე იგი რა სახე სიმბოლოა აქ? სახე სიმბოლოა იმისა, რომ როგორც ძველი აღთქმის სიწმინდე, ყველაზე დიდი იყო მოვლინებული და მისი მეშვეობით გაიპო ეს მდინარე. ამ შემთხვევაში ახალ აღთქმაში ყველაზე დიდი სიწმინდე უკვე აღთქმის კიდობანი კი აღარ არის, არამედ განკაცებული ღმერთია. აღთქმის კიდობანი მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლოა, მინიშნება ახალ აღთქმაზე. და სწორედ მინიშნება კი არა, რეალური ღმერთი მოვიდა განკაცებული და სწორედ მაშინ აღსტულდა ის წინასწარმეტყველებითი ქმედება, რაც ძველ აღთქმაში იყო მხოლოდ და მხოლოდ მინიშნებით შთანერგილი და მოცემული ძველი აღთქმის ხალხისათვის. და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მომენტი. მამა ღმერთი ზეციდან ამბობს ესეთ სიტყვებს. ძისადმი, ესი არ ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. რატოა უცნაური სიტყვები ეს? და თითქოს გასაგებია, მაგრამ ამავდროულად უცნაურია. რატოა გასაგები, რომ ძია და გასაგებია. რომ უცნაური რა არის? რომ მხოლოდ იმაზეა მითითება, რომ ის არის ძე ჩემი საყვარელი და ჩვენ ვიღავართ მაშინ. ჩვენ რა შვილები არა ვართ ღვთისა? რატო არა თქვა მამა ღმერთმა, რომ ეს კაცობრიობაა ჩემი ძეები, რომელიც მე სათნო ვიყავ? რატო ესე არ ამბობს? რატო კონკრეტულად ამ პიროვნებაზეა მითითება და უამრავ შემთხვევაშია მითითება, სადაც მაცხოვარი ამბობს, რომ მამაი ჩემი, ანუ მამა თქვენი კი არა, მამაი ჩემი. თითქოს მიკერძოება აქ მამისა და ძის ურთიერთობაში. მაგრამ სინამდვილეში რა როგორი გაგება აქ ჩადებული, რომ ერთია ბუნებითი ძე და მეორეა ძეობილი. აი ჩვენ ყველა ადამიანი, როგორი წმინდანიც არ უნდა იყოს იგი. ჩვენ ვართ შვილნი ღმრთისანი შვილობილობის გაგებით, ძეობილობის გაგებით და არა პირდაპირი ძეები მისი. რატო ესე? ერთადერთი ძე ყავს ბუნებითი მამას, ეს არის ძე ღმერთი. რატო? აბა მამაო ჩვენოში ხომ მიმართავთ, რომ მამაო ჩვენო და მამა ღმერთია ჩვენთვისაც. მაგრამ ჩვენ ვართ ძეობილნი მისი, ესე ვამბობთ. რატოა ასე? ჩვენ რო ბუნებითი ძეები ვიყოთ მამისა, მაშინ ბუნებაც საღმრთო უნდა გქონდეს ჩვენ. ეს არ არსებობს ბუნებითი ძეობა ბუნებისეულობის გარეშე. ძალიან მარტივად რო ვთქვათ. აი დედამ რომელმაც შვა შვილი, ის შვილი, ის ბავშვი გოგო იქნება თუ ამას მნიშვნელობა არ აქვს. უნდა იყოს აუცილებლად ადამიანი. სხვა ბუნებას ვერ შობს ქალი. გამორიცხულია. აუცილებლად ბუნებით ადამიანი უნდა შვას. ესე იგი, მშობელსა და შვილს შორის არის ერთ ბუნებითობა. გამორიცხულია სხვა ბუნება გქონდეს. აი თუ ეს ღმერთზე გადავიტანეთ ახლა ეს სიმბოლო, ეს თქმა, მამა ღმერთის ერთადერთი ძე
არის ძე ღმერთი. რატო? იმიტომ რომ ძე ღმერთიც არის მისი ბუნების მქონე. თუ ჩვენც მისი ბუნების მქონენი ვიქნებოდით, მაშინ ჩვენც ბუნებითი ღმერთები ვიქნებოდით. ანუ მილიარდობით კაცი იქნებოდა ყველა ღმერთი ბუნებით. მაგრამ ჩვენ მისი შექმნილები ვართ, ესია სწავლება ეკლესიისა. მისი შობილნიკი არა ვართ, მისი შექმნილები ვართ. შექმნა ბუნების აქტი არ არის. ის არის ნების აქტი. აი დედამ შვა შვილი თანაბუნებითია მასთან, მაგრამ დედამ გააკეთა საჭმელი. ეს საჭმელი თანაბუნებითი არ არის მასთან. ან დედამ დაწერა წიგნი. ის წიგნი და დედა ბუნებით განსხვავდებიან აბსოლუტურად. ის აქტია მისი ნებისა. მაგრამ შვილის შობა არის ბუნებითი მდგომარეობა. ასია ძე ღმერთსა და მამას შორის. იმიტომ აქ ნათქვამი, რომ ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ. აქ მითითება იმაზე, რომ ძე ღმერთი არის ბუნებითი ღმერთი. გამორიცხულია მამას ყავდეს ძე ბუნებითი და მისი ბუნებისეული არ იყოს და მისი სამღვთო პატივის მატარებელი არ იყოს. ამიტომაც, როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე, ვინ ვართ ჩვენ ღმერთთან მიმართებაში, ჩვენ ყოველთვის უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ჩვენ ვართ ძეობილები, შვილობილები, შექმნილები ღვთისა და არა ვართ ჩვენ ბუნებითი ღმერთები, მადლით კი, მოწოდებით კი, პოტენციით კი, მაგრამ ჩვენ ვერასოდეს, როგორი წმინდანებიც არ უნდა გავხდეთ, ბუნებითი ღმერთები ვერ ვიქნებით. განღმრთობილები ვიქნებით მხოლოდ და მხოლოდ. რაც ნიშნავს, რომ ბუნება საფრთხო სხვა არის, ჩვენი ბუნება სხვა არის. მაგრამ ძე ღმერთთან მიმართებაში უნდა ვიცოდეთ, რომ ის არის ბუნებითი ძე, შესაბამისად არის სრული ღმერთი, როგორც მამა ღმერთი. ერთადერთი ძე მამისა არის ძე ღმერთი, ამიტომ ვამბობ ჩვენ მამა, ძე და სული წმინდა არის ერთი ღმერთი სამპიროვანი. აი სწორედ განცხადებასთან დაკავშირებით არის ჩვენი საუბარი. განცხადება სამების ჰიპოსტასისა წუთისოფელში. აი ეს ურთიერთმიმართება აქვთ. ერთი ღმერთი, სამივე მამაც, ძე და სული წმინდა არის ბუნებითად ღმერთი და ამიტომ იდიდება ჩვენს მიერ. სხვაგვარად თუ შექმნილი იქნებოდა რომელიმე მათგანი, მაშინ ბუნებით ღმერთად ვერ ვაღიარებდით, მსგავსად ჩვენი დაბადებისა და ჩვენი შექმნილობისა ღვთის მიერ. ამიტომა ძალიან მნიშვნელოვანი ეს სიტყვები, ესია ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ. დააგლოცოთ ღმერთმა, ბრავალს დააგასწრო თქვენ ოჯახებთან ერთად და ღმერთმა მოგცეს გული გონიერი და სიჭკვიანე ჩვენ ერთს. ჯვარი გეწეროთ.